პირველ რიგში ვიცარგებლებ შემთხვევით და სულ სოლიდარობას და თანადგომას უცხადებ ილიაუნის სტუდენტებს, მოგეხსენებათ მე თვითონაც გახლავართ აღნიშნული უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ლექტორი და მე ამაყება რომ ასეთი ახალგაზრდობა და ასეთი სტუდენტები ყავს, რომლებიც არ ეგუებიან ამ ქვეყანაში რუსული რეჟიმის დამყარებას. ეს უბრალოდ სიუჟეტიდან გამომდინარე გამოხმაურება წინა ამბავზე. დიახ. გამოხმა, დიახ. Ну, რაც შეეხება ნიკამელიას თემას, მოგეხსენებათ, 2 დღის განმავლობაში განხორციელდა ეგრეთ წოდებული კრიმინალური ჯაჭვი, რომელშიც ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტრო, სასამართლო, პროკურატურა, ჯერ კიდევ ეს დაიწყო და ხელის გულზე იყო გუშინდელი დღიდან. მოგეხსენებათ, მოგონილი მიზეზით პროკურორები არ გამოცხადდნენ სასამართლოში, გადაიდო პროცესი, მოსამართლეს ჰქონდა წინასწარ მითითება, რომ დღეს აუცილებლად აი ამ დროს უნდა ყოფილიყო ჩართული. და უკვე როგორც განვითარდა მოვლენები, გუშინ ღამე მოხდა ნიკამელიას გატაცება, რომ განხორციელებული იყო გიორგი, ანუ რომ თავი არაეტკივებინათ შემდეგ რაღაც ოფისიდან გამოყვანაზე და ასე შემდეგ. ბოდისვიხთი დიანა ჩემი ხმა მიბრუნდება და იქნება გაასწორებთ. გავასწორებთ, შევეცდებით, კი ბატონო. გისმენთ. ესე იგი, რა თქმა უნდა, ну დღეს გადმოსახედიდან შემიძლია დარწმუნებით თქვა, რომ ეს ყველაფერი იყო დაგეგმილი. პროცესი ხელოვნურად გადაიდო, დაიგეგმა ნიკას კრიმინალური დაკავება, მიეცა მითითება შინაგან საქმეთა სამინისტროს, მოაწყოს ჩასაფრება და ну დღემდე ფაქტობრივად 24 საათზე მეტი გავიდა, ადვოკატებს არ გვეცნობა, არც დოკუმენტი არ გადმოგვეცა, რისი გულისთვის დააკავეს წინსწრებად ნიკამელია. წარმოიდგინეთ. არც ოქმი გვინახავს, მიუხედავად იმისა, ჩვენ გუშინ ვიყავით მისულები, დღეს დილით მოვითხოვით წერილობით აღნიშნული, ასე ვთქვათ, დოკუმენტაცია, უბრალოდ განცხადების ამარა, რომ ნიკამ ვიღაც პოლიციელებს მიაყენა შეურაცხყოფა, ეს არის ჯერჯერობით, რაც ჩვენთვის არის ცნობილი, მისი დაკავების საფუძველი. ну დღეს როგორც განვითარდა მოვლენები, მოგეხსენება სასამართლო პროცესზე, სრულ აბსურდში იყო სასამართლო შესული და თუნდაც გირაოს გადაუხდელობის გამო ნიკასთვის პატიმრობის შეფარდება ამ მოცემულობიდან გამომდინარეც იყო შეუძლებელი, ვინაიდან მოგეხსენებათ სასამართლოს ვადით ნიკას ჰქონდა შესაძლებლობა გუშინ 12 საათის ჩათვლით გადაეხადა, ასე ვთქვათ, გირაოს თანხა და როდესაც მოიტაცეს დაახლოებით საღამოს 8 საათზე, 4 საათის განმავლობაში არათუ გირაოს გადახდა, ელემენტარულად ადვოკატთან კომუნიკაციის საშუალებაც არ ჰქონდა და სამართლებრივად ვერანაირად ვერ დაადასტურა პროკურორმა, რომ საიდან იცოდნენ წინსწრებად, ან საიდან ადასტურებენ დღეს, რომ მაგალითად გუშინ ნიკას რომ გადაეფიქრა ბოლო 2 ან ბოლო 3 საათის განმავლობაში და გადაეხადა, რატომ ითხოვდნენ და რატომ ამტკიცებდნენ დღეს სასამართლოს წინაშე, რომ მან ამაზე შეგნებულად თქვა ვარი. რა თქმა უნდა, ეს ასე არ იყო და ნუ მოსამართლეც იყო ძალიან უხერხულ სიტუაციაში ჩავარდნილი, თუმცა მას ჰქონდა მიღებული დავალება და წარბ შეუხრელად აბსოლუტურად სამართლებრივი ლოგიკის გარეშე ამ აბსურდულ მუხზე ნიკამელიასთან მიმართებით გამოიყენა პოლიტიკური პატიმრობა, მაგრამ აქ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ის არის თუ როგორც მოქმედებს სახელმწიფო მსგავს პოლიტიკური დაკვეთის შემთხვევაში. წარმოიდგინეთ, იღებს დავალებას შინაგან საქმეთა სამინისტროს. აჩვენა თუ არა რაღაცნაირი კოორდინირება მთელი სისტემის, პოლიციის, სასამართლოს, პროკურატურის იმ ისე ყველაფრის ეს თქვა დალაგება ორგანიზებულად, კოორდინირებულად და შეთანხმებულად, რომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ იმ ტიპის უხერხულ სცენას, როგორიც იყო მისი პირველი დაკავება, შეიძლება ახლა სხვა ოფისია და სხვანაირად მომხდარიყო, ან ეს თქვა ვიზუალურად ზუსტად არ განმეორებულიყო, მაგრამ რაღაც ამ ტიპის სცენას აარიდა თავი. აბსოლუტურად არ იყო მსგავსი მოცემულობა, ქალბატონო დიანა. ნიკა ერთადერთი მიზეზით არ ცხადდებოდა სასამართლოში, რომ სწორედ რომ ექსესები და მოქალაქეების შეურაცხყოფა და დაკავებები აეცილებინა თავიდან, მას უსმენენ და მის გარემოცვალსაც უსმენენ ძალიან კარგად უწყის სპეცსამსახურებმა, რომ არავითარი წინააღმდეგობის გაწევა და რაღაცა დღესაც რაღაც სიგიჟეო ჩაატარეს, ლამის ტანკები გამოიყვანეს ნიკას ეტაპირებისთვის, არავითარი მსგავსი არ იგეგმებოდა, სრულიად შვიდ ვითარებაში დაელოდებოდა ოფისში ან მის საცხოვრებელ სახლში ნიკა სასამართლოს გადაწყვეტილებას. თუმცა გააკეთეს ის, რაც გააკეთეს, ვიღაცამ ხელისუფლებაში გარკვეული შიშების გამო მისცა დავალება შინაგან საქმეთა სამინისტროს, ჩართეს პროკურატურა, მოიფიქრეს
მიფიქრეს, როგორ გადაედოთ პროცესი ერთი დღით, ვინაიდან წინა სასამართლო პროცესზე არ იყო ჯერ კიდე ვადა გასული და 24 საათი აცილებდა, ამიტომაც სამართლებრივი საფუძველი პროკურატურა ჯერ ვერ ექნებოდა. მოიფიქრეს ეს ნაბიჯი და თავიანთ ჭკუაში რომ რაღაც ექსესების თავიდან ასარიდებლად აბსოლუტურად უკანონოდ პოლიტიკური ლიდერი დააკავეს. ახლა ვის ჯერა ქალბატონდიანა იმისი რომ ნიკა მელია გადააყენა ორი მანქანით მიდიოდა გადაცემაში, ასე თქვა, ინტერვიუს მისაცემა და გადააყენა პატრულის ეკიპაჟმა და ნიკა მელიამ გიჟივით დაუწყო გინება საპატრულო პოლიციას და ამ დროს ისაუბრება ზუსტად იმ ადგილზე აღმოჩნდა 50 პოლიციელამდე და ფაქტობრივად დაამტვრიეს მანქანაში არსებული, ასე ვთქვათ, ჩამწერი კამერები, წაართვეს ტელეფონები, დააკავეს, მიაყენეს შეურაცხყოფა და დღემდე არ ვიცით ჩვენ რომ რა უდევს სამართლებრივად, ფორმალურად რა უდევს ამას საფუძვლად, ხო? მაგრამ ყველაფერი ხომ იკითხება, ყველაფერი ხომ ხელის გულზე დევს. ეს ყველაფერი განხორციელდა ასე ვთქვათ, კრიმინალურ ჯაჭვში, რომ დაწყებული, ასე ვთქვათ, გუშინდელი დღიდან დღეს საღამოს ჩათვლით ეს იყო შეთანხმებული სასამართლოს, პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის. მართალი გითხრათ, არ მიკვირს ახლა ეს ნიკას თავს არ არის სიახლე, წლების წინაც განხორციელდა, რამე თუ ასე ვთქვათ, ახალი პრეცედენტების დანერგვა, ეხლა უკვე ახალი ნოუ-ჰაუ გვაქვს, გუშინაც ვახსენე, პრევენციული დაკავება, რომ ვიღაცის შიშები, ასე ვთქვათ, გაანეიტრალონ და იყენებენ ამისთვის პოლიციას. თუმცა აბსოლუტურად გაუგებარია ჩემთვის რაში დასჭირდათ ეს და რა დუღირთ რომ მსგავსი, ასე ვთქვათ, პოლიტიკური დაკვეთების კვალდაკვალ ჩადიან ისეთი სახის დანაშაულებს, რომელიც თავისი არსით არის საკმაოდ მძიმე დანაშაული, ეს დაკავშირებულია პრევენციული დაკავებასთან, უკანონო დაკავებასთან და ასე შემდეგ. გიორგი, ბოლოს კითხავთ, იმიტომ რომ გვინდა რომ პოლიტიკური შეფასებაც მოვისმინოთ მისი თანაგუნდელისგან. ეს პროცესები ზოგადად კომისიაზე მიუსვლელობა, როგორც დაკვირვება ცხადყოფს, მალე სრულდება. ანუ მალე გავიგებთ, სასამართლო გამოიყენებს ჯარიმას თუ პატიმრობას. თქვენ რომლის მოლოდინი გაქვთ? უკვე კომისიაზე არ მისვლის გამო ეს გირაოს თემა გავიარეთ. დიახ, გეთანხმებით ქალბატონდიანა, აღნიშნული საქმე უკვე არსებით განხილვაში, როდესაც გადაეცა, იმდენად მწირი მტკიცებულებებია, რომ სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების პირობებში შესაძლებელია აღნიშნულ საქმეზე დამთავრდეს სასამართლო განხილვა სულ რაღაც ორ სასამართლოს ხდომაში. ამიტომაც მე მაქვს ასეთი მოლოდინი, თითოეულ ამ საქმეს, თითოეულ პოლიტიკურ ლიდერთან მიმართებით, ხელისუფლება გამოიყენებს პოლიტიკური შეხედულებებიდან გამომდინარე. ვისთან მიმართებითაც აწყობთ, რომ მაგალითად პოლიტიკური ლიდერი დარჩეს ციხეში, მათ განიხილავენ საქმეს და მიუჟიან პატიმრობას. ვისთან მიმართებითაც აწყობთ, რომ მაგალითად პირობითი მსჯავრის ქვეშ ყავდეთ და ავტომატურად აეგზავნოს ქვეყნის გარეთ გასვლა, მათ გამოუშვებენ. შესაძლებელია დაკიდონ საერთოდ საქმე და გადაადებინონ მოსამართლეებს, გაწევონ, ასე ვთქვათ, ესეც არ არის მიუხედავად იმისა, რომ კანონით ვადები არის განსაზღვრული, უამრავი საქმეა ჩემს პირად პრაქტიკაში, რომ წლების განმავლობაში არ იხილება და შემოდებულია თაროებზე და მხოლოდ მაშინ ახსენდებათ აღნიშნული საქმეები, როდესაც პოლიტიკურად გააქტიურდება ხოლმე ესა თუ ის პირი. ამიტომაც, როდესაც საქმე აქ სამართლებრივის ნაცვლად არის პოლიტიკური მდგენელი, აქ ვერანაირ პროგნოზს ჩვენ ვერ გავაკეთებთ, მაგრამ გიდასტურებთ, რომ აღნიშნულ საქმეზე არის სულ რაღაც 3 თუ 4 ადამიანი დასაკითხი მოწმის სახით და დოკუმენტური მტკიცებულებები რაც არის, რომ ნიკა მელიამ მიიღო მესიჯი, რომ დავარებული იყო და უარი თქვა გამოცხადება და ეს არის გამოსაკვლევი. არც არაფერი არის აქ გამოსაძიებელი და სასამართლოს დიდი ასე ვთქვათ ძალისხმევა არ დაჭირდება. რასაც ეტყვიან, აი ესე გააკეთებენ. სამწუხაროდ ეს რეალურობა და ეს პროცედურა.